მადლობისა მეგობრებო. გამარჯვებას გეუბნები. მოგესალმებით და უბრალოდ ყოველსა მადლობას გადაგიხდით. მადლობას იცით რისთვის? სტანდარტულად არა მობრძანებისთვის. არა იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. არა იმისთვის, რომ ყველა ერთად ვცდილობთ დავმტკიცოთ ერთმანეთს, რომ აკარგად ვცეკვავთ, აკარგად ვღერით. არა. მადლობას გადაგიხდით აი ესეთი მაგარი შვილებისთვის, რომლებიც ახლა მე კულისებში მელოდებიან. იცით რა მაგარი ბავშვები არიან? წერან ვესაუბრებოდი კულისებში და სათითაოდ ყველა ერთი რამით არის დაკავებული. ცდილობენ არაფერი შეეშალოთ. ცდილობენ სცენაზე პირჯვარის გადაწერის შემდეგ გამოვიდნენ. აი ამისთვის გიხდით მადლობას. იმიტომ რომ მაგარი მშობლები ვართ, რადგან ბავშვებმა იციან ნებისმიერ ბრძოლაში შესვლის წინ, სადაც ისინი ფერ შედგავენ, ყოველთვის პირჯვარის გადაწერით უნდა შევიდნენ. ეს იქნება სასცენო მოედანი, რომელიც მათი საბრძოლოა. ეს იქნება საფეხბურთო მოედანი, თორემ ყველამ კარგად ვიცით ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიაც კი პირჯვარის გადაწერით შედის მოედანზე და ასე იგებს ყველა ბრძოლას. ხოლო მოდი თქვენ გაგიმარჯვოთ და თქვენ შვილებს გაუმარჯვოთ და გამარჯვებათ თქვენ. დღეს 2026 წლის 5 აპრილი. ახლა მადლობას იმისთვის გადაგიხდით, რომ მოთმინებით დაელოდეთ 21 მარტს გადადებულ ჩვენს ღონისძიებას. მოგეხსენებათ ის მიზეზი, რამზესთან გადაიგდო პატრიოტის დაჯილდოების ცერემონია, ჩვენი საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონია, მეგას პროექტი. აი მეგას პროექტმა მოამზადა ზუსტად ეს ფესტივალი. და პირველი ნაწილი ჩვენ სხვადასხვა ძალიან წარმატებით ჩავთავრეთ, სულაც 3 საათის წინ. ძალიან ღირსეული თაობა, ძალიან მაგარი ადამიანები. და ბზობა გიულოცეთ ერთმანეთს. თქვენს გილოცავთ ჩემო საქართველოს ბზობის დღესასწაულს. და ერთი სურვილი და თხოვნა მაქვს. აქ ჩვენი ტელევიზიის კამერები, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს ჩაიწერენ და შემდეგ დაპირებული სიუჟეტიც მომზადებენ. 40 დღე ჯერ არ გასულა ჩვენი უწმიდეთის და უნეტარესის გარდაცვალებიდან. ხოდა მოდით, თემზე წამოდგომით, წუთიერი დომილით პატივი მივიღოთ უწმიდესის ხსოვნას. მადლობა დიდი, მადლობთ. მადლობა ძალიან დიდი და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი აი ღირსეულ გოგობიჭებს კულისებში, რომ თავის რიგს ელოდებიან და ღირსეულ პედაგოგებს. მე პროგრამა მიჭირავს ხელს და ვეცდები, რომ სათითაოდ მოვიფერო თითოეულ ჩვენს სტუმარს. ადამიანებს, რომლებიც იმ საქმის აკეთებენ, რა საქმესაც ჩვენ ზოგადად მევსახურებით, მშობლები. მათი გეთილდეობისთვის, მათი ბედნიერებისთვის და მათი წარმატებისთვის. აქ გჭირდება ჩვენ სტანდარტული გამოცხადება, აქ გჭირდება ჩვენ სტანდარტული სიტყვათა წყობა. ამათმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენი ხარდაჭერით მათ ხავთ ზურგი. და აგერ ჩემს ტელემაყურებელს მიმართა. ვიფასო ტელემაყურებელო, მე პირველ დაყოფილებაშიც გითხარით და ახლაც გეუბნებით. სადაც არ უნდა იყოთ. დედამიწის რომელ კუთხეშიც და დასავლეთშიც, რომელ ქვეყანაშიც. ყველგან აკეთეთ თქვენი წილი ქართული საქმე. ჩვენ კი აქ დარჩენილები ჩვენს წილ ქართულ საქმის კეთებას გავაგრძელებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აი ესეთი მაგარი შვილები გაუზადოთ საქართველოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეთ ადამიანებს. ჩვენ ვიწყებთ პატრიოტი 2026-ის მეორე ნაწილს და ამას აი ამ ულამაზეს გოგობიჭებთან ერთად გავაგრძელებთ. ვინ არიან ისინი? ახლა გეტყვით. ესენი არიან საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლის, ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგების ჯგუფის აღსაზრდელები, თუ აღზრდილები, რა მნიშვნელობა ორ შემთხვევაში ისინი ჯერ პატარები არიან და წინ მთელი ცხოვრება. მე ამ სტუდიასთან ძალიან დიდი ხანია მეგობრობ და მათი დამფუძნებელი ქაბატონი ნანა ბალახაშვილი, სხვაშორის უძლიერესი კომპოზიტორი, დღეს ემიგრანტი და ჩვენ ვიყურებს ის
იცით როგორი ქალია მთელი თავის ცხოვრება რომ ბავშვების აღზრდას და ქართულს რომ ემსახურებთ. იმ ქართულს, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებთ. ნანა ბალახაშვილის მოვიკითხავ სტუდია ლურჯა ცხენების დამფუძნებელს და ყველა ემიგრანტს მისი თამადობიდან ტაში და აპლოდისმენტები ქართულ ემიგრაციას. რა თქმა უნდა, ის ადამიანი, რომელიც მათ გვერდით მუშაობს, ეხლა როგორ ვთქვა, კულისებს მიღა ჩვენ ერთმანეთს ძმაკაცებს ვეძახით ხოლმე და მართლა ასია, ოღონდ ქალბატონია, მაგრამ ისეთი კარგი საძმაკაცო ქალბატონია, რომ ბევრ ვაიბატონზე მეტად გამოდის ძმაკაცობა. თან უნდა მებუკეზე მაქვს ეს საუბარი და მას მინდა გადავხადო მადლობა ასეთი გვერდში გომისთვის, რაც ლურჯა ცხენებს ყოველთვის ქონდა. და თქვენს პედაგოგიზე კიდე ბავშვებო, თუ სწორად ამოვიკითხავ, თან უნდა მასწავლებელი კევლიშვილი აქ მესწრება, ხო? თქვენ უნდა შემოგვიერთეთ და ის ნომერი, რომელთაც ახლა დავიწყებ, თან უნდა მასწავლებელი, თქვენის ნებართვით მე მინდა მომძადით თუ შეიძლება ჩვენს უწმინდეს რომ მიუძღვნათ, იმიტომ რომ ეს არის ის სიმღერა, რომელსაც ვგონებ რომ გულში მაინც უნდა მღეროდეს მთელი საქართველო და მოდით პატრიოტი 2006 ამ სიმღერით გავხსნათ, იმიტომ რომ საქართველოა ის, რაც ჩვენ სათითაოდ გულში გვაქვს ყველას. მე მგონია ეს არის ქვეყანა, რომელიც დედამიწაზე დიდ ჯოჯოხეთში ყველაზე პატარა სამოთხეა და მას საქართველო ქვია. ხო და ლურჯა ცხენების საქართველოსთვის დამიტვია სცენა და თქვენთვის გამოდავთ. ხო, ვიცით უკვე პატრიოტი 2026 ნაწილი 2 ახლა დავიცხადებია. ხო. საქართველო აქ არის. აი, ასე მღერიან საქართველოში. ლურჯა ცხენებს ძალიან დიდი მადლობა, თანამასწავლებელო, ძალიან დიდი მადლობა აი ამ ხმებისთვის. აი ამ რამდენია ვერ ვითვლი ხა ბავშვი რამდენი დგას სცენაზე, მაგრამ ასე ერთ ხმაში ამ ერთი ყველაზე ღირსეული და ყველაზე ღირებული სიმღერის. დიახ, ჩვენი საქართველო აქ არის. ტაში გავაცილოთ სტუდია ლურჯა ცხენები. და ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო ასეთი მოწესრიგებულობისათვის. კარგები ხართ. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ჩემო ლუკა გადავდივართ ქორეოგრაფიულ ნაწილზე და ჩვენი მეგობრები აქვე ულამაზესი სოფელ მისაქციელი და უნდა მოვიწიოს სცენაზე. მისაქციელი საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლია. ისეთი მაგარი ბიჭი ხელმძღვანელობს ამ ანსამბლს და ისეთი მონდომებული. სხვათა შორის სულ მიკვირდა რანაირად არის ეს დინჯი კაცი ესეთი მოცეკვავე თქო, მაგრამ თურმე ცეკვას სიდინჯე უხდება და ამ სიდინჯეს თავის ბავშვებსაც ასწავლის კონკრეტულ ცეკვებში. ახლა ქორეოგრაფიული ანსამბლი არაგვის ხეობა უნდა მოვიწიოს სცენაზე და ლუკა ციგრიაშვილზე მქონდა საუბარი, ახლა რასაც საუბრობდი, მის მიერ
დადგმული მთიულურია ჩემო ლუკა. გთხოვ მაესტრო და აბა ბავშვებო, სცენა თქვენია. შენზე რაც ვისაუბრე არ გაგიგია, მაგრამ მე ჩანაწერში უყურებ ამ ყველაფერს, თან ისე კარგად იქნება ჩანაწერში გახმოვანებული, უფრო უკეთესად გაიგებ და შენ ბავშვებსაც მოეფერები. სხვათა შორის, ახლა უნდა გითხრათ პირველი ნომრიდან გამომდინარე, რომ ეს რაც აქ სცენაზე სრულდება, არ არის გათვლილი დარბაზში მსხდომი 400 კაცისთვის. ეს არის გათვლილი ჩვენი ტელემაყურებლისთვის და იმ 500,000 მაყურებლისთვის, რომელიც ჩვენ სატელევიზიო არხს აქვს. ახლავე შეგიძლიათ გამოიწეროთ, თქვათ YouTube-ზე ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეხვიდეთ, ქართული ასოებით აკრიფოთ ტელეკომპანია ვარსკვლავები და იპოვით ჩვენ არხს. ეხლა ისეთი ცხეთაში თუ შესრულდებოდა ეს ცეკვა, თორე იქ რო შესრულებულიყო დედაქალაქში, მაინც და მაინც ისგება ვერ ექნებოდა და ცხეთაში საქართველოს ძველ დედაქალაქში შესრულებული ეს ცეკვა რაცა განსხვავებულად უნდა აღიქვას მაყურებელი. ხო და ზარქუას დასი წარმოგვიდგეს ცეკვას თბილისი. ცხეთიდან ცეკვა თბილისი უნდა ვიხილოთ შემოუყვა და აბა ზარქუას მგლებო და ჯეირანებო სათხართ. აქ ვართ, გთხოვთ. მე სილამაზის დამწვას ეშხი დამწვას დამდაგავს დატკბები თუ კი მოვეფერე მღელვარე გულებს კი სადმე სილამაზეს წავაწყდი დღესაც ეს სილამაზე მხოლოდ და მხოლოდ თბილისში სუფევს ვესაუბრები მარადიულს იდუმალვნებით გულმოსაკლავად მივაწყდები თვით საარსებოს ჩემო თბილისო სადმე გულს წავაწყდები ლამაზი გული მხოლოდ და მხოლოდ შენთან არსებობს თუ კი დაგტოვე სანატრებო სადღა გიხილო ან კიდევ სადღა წავაწყდები მეორე თბილისს ჩემო თბილისო დაგიკოცნე კალთა ძლიერი სხვას ჩახუტება და ამბორი არ დავაცა შესცაზე ახლა მთვარეს ცურავს მთვარე ნათელი კიდევ სადღა წავაწყდები ამცის ვარსკვლავებს გესაუბრები კლდეებს შესას ლექსებს ვაკურებ გავნადგურდები თუ კი ჩემს გულს ავიწყდებოდე თბილისი სად ვიხილო ეშხი და ტრბობა ნეტა თბილისის შავ ბურუსში დავამეწდებოდა
რომლებიც ახლა კულისებში დგანან და ემზადებიან თან პირჯვარში წერენ და ისე ემზადებიან გამოსასვლელი. საბალეტო თემა ჩემთვის როგორი უცხო იყო მთელი ცხოვრება თქვენ არიცით. მე გამოჩნდა ერთი ქალბატონი, რომელსაც გადავეკვეთე ჩვენი საერთო მეგობრის ანსამ მამულიშვილების პერიოდში, გამდონონა ფულაძესთან ურთიერთობაში და მან გამაცხო ძალიან მაგარი ადამიანი, რომელიც ეთაყვანება ბალეტს. არ ვიცი მისი მზე საიდან ამოდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ ბალეტი მისთვის მზეც არის, მთვარეც არის და ვარსკვლავებიც ამას უკვე მე რამდენად მიმტკიცებს და ვიმტკიცებს. Სოციალურ ძალიან საინტერესო სახელი ქვია, ბრავო ქვია ამ სტუდიას და ეს ბრავო ყველაფერს მოიცავს და ბისსაც და რა ვიცი, ტაშსაც და მადლობასაც და ყველაფერს. სტუდია ბრავო უნდა მოვიხმოს სცენაზე და ორ კომპოზიცია შევისრულებენ. ერთი თუ არ ვცდები უნგრული ბრამსი უნდა იყოს, არ ვცდები და მეორე ჩაიკოვსკის ვალსი. მთელი ცხოვრება მინდოდა ბავშვობაში გაყოფილი მქონდა ჩაიკოვსკის ვალსი მეცემა და მე რო გავიგე რომ ამას შენ ვერასოდეს ვერ შეძლებო მე რომ მითხრეს ხო დავანებე თავი და ისევ შალახო შევიდე მაგრამ არც ეგ არ აღმოჩნდა ჩემო ნანა ადვილი შესასრულებელი ხუმრობა იქით იყოს და უდიდესი მადლობა უნდა გადავხადო ჩემს ქალბატონ ნანა ჩიხაშვილს იმისთვის რომ აი ეს სტუდია ბრავო დღეს მოაბრძანა და ჩვენთან არის და ამ ორი კომპოზიციით დავაკეთებს. ჩემო ლუკა, მზად ხარ ბალეტის აცეკვოთ? კი? ჩამოხვალ? არა, ისევ შენი საქმე გირჩევია. ეგრეა ძმაო, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. აბა ნანა, გამოვუშვი შენი ანგელოზები, ხო? ისეთი მასწავლებელი, ისეთი პედაგოგი, ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც არ ვიცი, თავისი შვილებია, ყველა თუ ასეულის, ყველა თუ როგორც თავის შვილებს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი როცა გავიცანი ქართული სულით. ბავშვებს ან წეროდენ და პატარებს ისე ელაპარაკება, როგორც დიდ ქართველებს და ამით მათში ვერ გავს იმ სულს, რაც ყველას მეტად გჭირდება. ეხლა ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ სცენაზე მოვიწევ, გაგაცნობ და მე ტაშის მიხედვით მივხვდებით ვინ არიან და რა დამსახურებები აქვს და მიწას რო არ აცილებიან იმ ლამაზ ქართველებს სცენაზე. წეროდენას მინდა უხლო სცენაზე. შემომზადეთ ბავშვებო, ლუკა მარში შემოუშვი ეს ბავშვები, მარში ლუკა და მოეფერი აი პატარა ბავშვებს, ნახე რა წეროდენები არიან. აბა მარში წამოდი ჩემთან და მოდი გინაცო მოდი ისეთი კომპოზიცია დადგა ამ ხაზზე, ამ ბავშვებმა არა. მე მგონი ისეთი დაბადებულებიც არ იყვნენ.
ბრავო. ამას ჭირდება ისეთი აპლოდისმენტები. საში გარშვებული ვარსკვლავები. დიდი ალბათობით მშობლებო, ან რა ვიცი, დაიკოებო, თუ როგორ არის, მშობლებო, ხო? ძალიან დიდი მადლობა, იგავ, გამოგზავნის სცენაზე თუ შეიძლება რა. მადლობა აი ამ კომპოზიციის, მადლობა იმ თანჩართულობისთვის, ძვირფასო მშობლებო, რასაც თქვენ აკეთებთ და აი ამ პატარა პერფორმანსისთვის, არ ვიცი რა ქვია, ქართული პერფორმანსი როგორ არის, იმას ისიც კი დავიბენი, მაგრამ ეს მცირე ელემენტები, რასაც თქვენ აქ ხედავთ, არ ვიცი, აი მადლობის მეს და ტაშის მეს კიდე ერთხელ არაფერს არ იმსახურებს. გარდა ტაშისა, გარდა მოფერებისა და როგორ ახერხებ გეხოცები მშობლების თანჩართულობას ჯერ ეს დავიწყოთ. მე ასეთი მართლა რომ მიწას არ აცილებიან ისეთი ბავშვების მართვას. მოგესალმებით ბატონო ბესო, მოგესალმებით ამ საზოგადოება. აი რასაც ჩავიფიქრე ბატონო ბესო, იმას ყოველთვის ვასრულებ, დიახ. მშობლებიც ხარში მიდგანან ძალიან, ბავშვებიც არაჩვეულებრივები მყავს ქართულ ტრადიციებს და მშობლებიც, მასწავლებლებიც, რაიც ყველას დიდი მადლობა. უღრმესი. მსახურებს ქართულ ხელოვნებას, ის თავისი მოწაფეებით ამაყია, თავისი აღზრდილი თაობით ამაყია და სულ ცოტა ხნის წინ მეგას დაჯილდოების ცერემონიაზე მას მთავარი პრემია გადაეცა, როგორც ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ეს ადამიანი ისეთ საქმეს ემსახურება, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით. ამ შემთხვევაში მას ანსამბლი ფოლკლორზე საუბარი იალნო ყავს ჩამოყვანილი ჩვენთან, ეს გარდაბის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან არიან მოსულები, ბავშვები, შესაბამისად რა კომპოზიციებსაც შეგვისრულებენ, იმასაც ნახავთ, მაგრამ ვიზე საუბრობ და ვინ არის ეს კაცი, დაჯილდოების ცერემონიაზე ნახავთ, მოვიწევ, მაგრამ სიტყვად გეტყვით, რომ ეს ბატონი თამაზ მამალაძეა და უდიდესი პროფესიონალია ეს ადამიანი. თამაზ მამალაძეს მადლობა, ჩემს იალნოს მადლობა და სცენაზეც ვიწევ. რა ვიცი, თუ მზად არიან იალნოს ბავშვები, აბა შემოგზადით ჩემო იალნო, ბატონო თამაზ, იალნო რას ნიშნავს ისე? კი არ ვიცი. აი ბატონო თამაზი, აპლოდისმენტები. ტაში შევაგებოთ თამაზ ბატონს. რას ნიშნავს იალნო? გახლავთ ის მასივი, რომელიც დასახავს სოფელ მართლობს ახალსოფელს და
გაიხარე შენ, გაიქეცი მიდი კულისებში. მადლობა ნენეს. ახლა ნენეს აღგლის დაიკავებს მისი მეგობარი მარიამ გოგოლაძე. დაიკავებს ლიზი სამსონიძე, მომძაბი ლიზი, მოიგე მიკროფონი და ლიზი შეგვისრულებს ალიონზე გამიღიმა თბილისმაო. აბა ლუკა გთხოვ. გაბრიელ სამსონიძე მინდა მოვიწიო. ალესილი გახმალი ვაშკაც გაბრიელ. შენ შემოგიდე ჩამოწიე. აი ეს მარკო შეძელი არა უშავ. ეს გაბრიელ სამსონიძეა, რომელსაც კულისებში წერა ჟარგონზე ვიტყვი გაუჩარიჭე. გრაციაზე დავაკავშირე ჩვენს ოპერატორს ხმისას და ვაკლებინე რომ მე უშიშროების თანამშრომელი გაბრიელ გაზონზე გაწუხებდა. ჩვენ ლუკა ისე დაიბნა მე ვფერი ვეთქო და აგნებავთ რომ ცოტა ხმას აუძიეთ მიკროფონებს და დიახ ბატონო გაბრიელო. მეუბნება ლუკა. აგე გაბრო, ნახე იქ რო ბიჭია. აი იმას ელაპარაკებოდ წერა. ლუკა, აი ეს არის უშიშროების თანამშრომელი გაბრიელოს. აი ეს მეუბნებოდ. ეხლა ისეთი პროგრამა ჩავუთ რომ კარგად ისმოდეს ხმა. ტაში გაბრიელს. აბა შენიც გაბრიელ. Hello,
მოდია იხარ შედეგი შედეგი ასაკები ციეს მას ნიშნავს იმას რომ ძალიან ბიჭი ხარ რაიგე ეს გაბრიელ სამსონიძეა როგორ გახსნა მეორე ნაწილში და როგორ ამოუშვა აქედან გაიგეცილი ოჩა შენ ანერი უშიშრობის თანამშრომელი ხარ ბიჭო ესეთი მოუწყვი უშიშრობის თანამშრომელი ჯერ არ მინახავს კარგად თამაშობ ხო პრინციპში მართალია ესეთი უნდა იყოს კარგი ხარ ხურულა იკითხოს მაგრამ ოჩა გავდოცე და მის შოუზოს თქმა ძალიან დიდი მადლობა ახლა ერთი სოლო ნომერი დავჭა პირველად იყო სიმღერა როგორ იყოს ეს სიმღერა ნია შაკულაშვილი უნდა მოვიწიოთ ბატონო ლუკა მოგინიაკო გამიმშვენე ერთი და მიკროფონთან მოიგე მიკროფონი და შენს ადრესიდან ხარ? არა აბა სენაკიდან? ხო ეს სამი სოფელი მეგონი ერთი ხო ერთად ისეთი ხალხი, რომელსაც კარგად ესმის ჩოგურიც, კარგად იცის ფანტურიც და კარგად ესმის ის ხმოვანება, რასაც ეს სიმღერები გადმოსცემენ. იმიტომ რომ ხელმძღვანელი ხალხი ისეთი, რომელსაც სულით და გულით უყვარს ქართული ხალხური სიმღერა, ქართული ფოლკლორი. ეს ადამიანები ჩვენი სტუმრები არაერთხელ ყოფილან და ახლაც შემოგვიერთდნენ, რა თქმა უნდა. და ფოლკლორულ ანსამბლ ალავერდზე მაქვს საუბარი ჩემო ლუკა. ალავერდის მადლი შეგეციოთო რომელიმე თქვენზეა ნათქვამი და შემომბრძანდით ალავერდებო სცენაზე გავაკონი ნანა კასნაძე მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ბიჭერების ზეიდი რომელიც ხშირად ჩამოყალიბებიან თქვენ ამ სცენაზე და სხვა სცენაზე ახლა კიდევ ერთხელ მოითხოვს დამტკიცებას.
არ მახსოვს, ამდენი ბავშვის ერთმაში მოყვანა. ძალიან რთული საქმეა როგორც პედაგოგისთვის, ხო მე მგონი და თლად ხო დიჩრომაც მოიწო სულ უკავად ეს პავლები რა თქმა უნდა თქვენ და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ამ დიდი შრომისთვის ქალბატონ ნანას შეუქმნებით დაჯილდოების ცერემონიაზე. აპლოდისმენტები ბავშვო კულისებისკენ ფერი-ფერიო როგორც იყვია. ეს სიტყვები ყველაზე მეტად ამ ქალბატონს მიესადაგება. კი, ის გმირი დედა. განა მარტო იმიტომ რომ 5 ვაჟის დედა. არა, მხოლოდ ამიტომ არა. გარდა ამ 5 ვაჟის დედობისა, ის სხვის შვილებსაც დედობს, დედობას უწევს და სხვის შვილებსაც ქართული სულისკვეთებით ზრდის. ამ ხალხს, რომელსაც კავთა ქვია, ჩვენაშორის ბევრი ესეთი ქორეოგრაფიული ანსამბლიც ბესარიონ ოთიაშვილი უმაგრესი ჭარვიცი ხო გესწრება თუ არა დარბაზში მე მგონი აქ არის კაცი რომელსაც უყვარს სხეულით ქართული ცეკვა და მისი მეუღლეა ეს ქალბატონი ვინც ახლა უნდა გამოვაცხადო და ვინც ფოლკლორული კუთხით უდგება იმ საქმეს და ბავშვებს უკვე სიმღერას ასწავლის. დიახ, ეს ქალბატონი ეკატერინე მარშალია, გმირი დედა, 5 შვილის დედა და მისი კავთა და კავთელები მინდა მოვიწიო სცენაზე. ხო, მომზადდი ბავშვებო. გადაშორის ეკა მე არ ვიცი და არც მიკითხავს. არ ვიცი ვაზიანის ბავშვები არიან ესენი, არ ვიცი მიგესალმებით ვაზიანი და ლილოში. აჰა, ანუ ვაზიანი და ლილოში. ჩვენ რო ვიყავით ამასინათ ეს ის ბავშვები კახეთიდან არ არიან ეს ბავშვები. თუმცა აქვე დავაანონსებ, რომ ბესო გამახსენე რომელ რიცხვში საგარეჯოში ჩვენ გვაქვს სოლო კონცერტი 24 მაისს ჩემი ჟურნალის დაბადების დღეს დაგინიშნია ბიჭო კონცერტი რა მაგარია
24 მაისს გვაქვს აი ამ შესანიშნავი გოგობიჭების ქორეოგრაფიული ანსამბლი და თუმცა შენი ბავშვებიც იქნებიან როგორც ვიცი და მხოლოდ ქორეოგრაფიული ცეკვები არ იქნება. სრული პროგრამა ხო ბატონო? საგარეჯოში. კი ბატონო. ახლა კი ეკა მარშანიას აღზრდილებს მოусმინოთ. ჩვენი დამაგვირგვინებელი პატრიოტი 2026-ის ნოტი. არაგვის ხეობა იზავს ამ ყველაფერს და ლუკა ციგრიაშვილის მგლები გამოვლენ სცენაზე მისაქციელიდან. ხორუმი ეთერში და სცენაზე ხოთ ლუკა ისევში ეთერშიც.
ეს ყველაფერი ნექტარს იმსახურებს. არაღის ხელოვნება, მადლობა, ლუკა, მადლობა შენ ამ კომპოზიციისთვის. მადლობა მედროშე ქალბატონებო თქვენ. მადლობა მინდა გადავხადო ცეთის კულტურის ცენტრის დირექციას, გამოდონი შორენა არჯევანიძის მეთაურობით. მადლობა იმდენჯერ ვახსენე ეს პატარა ვაჟკაცი ხვის ოპერატორი, რომელსაც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, აშკარად იმსახურებს მადლობას. აქეთ ჩემი აი შეგევალება ფერი განათება შემოწმაო. შენზე იყო ყველაფერი. სამართლა შორენა არ ვიცი ვერ ხედავ, მაგრამ მართლა მადლობა თქვენ და მოგინა ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობები გამოდონი შორენა არჯევანიძის გუნდს, ეგ მადლობას გადავუხდი. ისე იცეკვეს ბავშვებმა ფუსლები დასწრათ აგერ სცენაზე და ეს არის ის რასაც ქვია ერთეული ცეკვა. ცოტა დაუწიე უკაფოს. ძვირფასო ტელემოგულებო, ესეც ასე 2026 წლის პატრიოტი მორჩა ფესტივალი, რომელიც ემსახურებოდა ქართული სულის ამაღლებას. მორჩა მაგალითს აუცილებლად გაგრძელდება. ახლა სცენაზე უნდა მომიწიო ის ხალხი, ვისაც ამ ბავშვების შემთხვევები ქვია და მადლობა თქვენთან ერთად გადავუხადო და დავაჭირდო პატარა ლამაზი სიმბოლური ხის საჯულები. ეს ჩემი ულამაზესი ქალბატონებია, ჩემი ულამაზესი გუნდი, მადლობა ნათია, ადგილი მადლობა გესწორებს, ჩემი ბორის ვაჟიკოვი, ჩემი ფენის ყველაზე მადლობა, მარი, ძალიან დიდი მადლობა, თითო, ძალიან დიდი მადლობა, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომელსაც ოპერატორის ფუნქცია ახლა თავის თავზე აგებოდა, ჩვენი საშეგვიძლია ვდაწყოთ გელანები კანონად შემდგა და დავიწყოთ. პირველი სცენაზე ვთხოვ ქალბატონ ეკა მარშალიანს, ფოლკლორული ანსამბლი კალთა. ქალბატონია. აიბარეთ ეს ჩვენი კულტურული ჯილდო, ესე ჩვენი სიმბოლური საჯუქარი და ესეც თითოეული ბავშვი მოახმარეთ კუდრებად. ვინმე კალთელებო. ხო, იბატონო. ძალიან დიდი მადლობა, ხო. აი ეგეთ ინტერვიუზე გადავზარდით ტელეკომპანია უპასუხებთან. აბა ჩემონათია შედეგი ჩვენი იყოს. რა თქმა უნდა, საუნჯე უნდა მოვიდეს ჩემთან და ის დღე, რომელიც ასე დასამახსოვრებელი გახდა ჩვენთვის, სიმბოლური საჯუქრით ხელდამშვიდობით წაიღოს იქ ულამაზეს რეგიონში. ეს თქვენ თვითონ სათითაო ბავშვებს გაუვიდეთ ჩვენმა სამახსოვრო ეს და ეს შეხედი, ამას ძალიან დიდი მადლობა ხო ინტერვიუზე გადაიასწრო კურსებში. შემდეგი აი ეს ციტელ გასხოხიანები, ნახე, ერთმანეთზე ლამაზი ციტელ გასხოხიანები. ამოდით ლურჯაცერებო, ციტელ გასხოხიანებო. თამარა, მოდი შენს გუნდთან ერთად და თამარ ნანა ბალახაშვილს კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მოვიკითხავ იქ ემიგრაციაში და მისი სახელით რა თქმა უნდა ყველა ქართველს. და უპირველეს ყოვლისა ჩემი შვილის თანხმობით, რომელიც ასევე ემიგრანტია. ძალიან წავიდოდა, მაგრამ ასე მოხდა. ეს თქვენი კულტურული ჯილდოები ჩაიბარეთ ქალბატონ თამარმა გადაეცით თქვენს ბავშვებს. და დიდ მადლობას გადავუხდი ლურჯ აცენეს, რომლის დამაარსებელ ემსახურებიან ძალიან სერიოზული სოლო კონცერტისთვის 26 ივნისს. და ეს იქნება პროექტი, რომელიც
ბევრ სასიამოვნო აჟიოტაჟს გამოიწვევს ის მუსიკები და რაღაცა იმას არ ვიცი. ტელეკომპანია ვასრულებდა უყურეთ ყოველთვის ყველაფერს და ნახავთ რა მაგარ რაღაცებს აკეთებენ ესა. ალბათ ვაიმე ჩემი საბადოები და ჩემი ანგელოზები ცეროდენას გუნდივი და მოვიწვიო სცენაზე ჩემი იდა კალდონი და ამბზამი თუ შეიძლება მალე კალდონი და მოვწადით და თქვენს მამას მშობლებთან ერთად, თქვენს გუნდთან ერთად, თქვენს პატარებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაგიჩნდით მადლობას. მადლობა ამ ცეროდენებზე. ეს ჩვენი გუნდი გაჩვენდა სამყაროა კიდევ ერთად. ეს საფიქრო ყველა ბავშვს ჩინით რას არის? ეს მაგრამ მართლა არის მედალი თუ მემართუებელი ჩემაუია რა ყოფილა ნახე. ახლა საერთოდ რა არის ისი? ქართული ორნამენტები დაწყობილი ეს ამბი რომ ყოფილა და ქართული დროშა ეს მესიამოვნო ყოჩა ეს კაი მოვიფიქრებია და რაღაც უბრალოდ ის რა გავიგებები. აი პატარა ახალი ორი მესიამოვნო ახლა ქართული დროშა. ძალიან დიდი მადლობა. იდა მადლობა. ალავერდები მინდა მოიხო სცენაზე და ალავერს უნდა გადავწერ თავის ყოფილი ჯილდო გამოვიდა მომწადით აი ასეთი ლამაზი ნახეთ აი ასეთი ლამაზი დიპლომი წავა გამოდო განასთან და მის პროფესიონალურ ნამუშევრებთან ერთად ჩაიბარეთ კულტურის მედალიონი და ესეც საკუთაო ბავშვებისთვის აუცილებელი ის რაც ყოველთვის იქნება და არქივად მისი ვაჟკაცები და თავადები დროშით განამაგერებდა უკანა ამშვენებენ სცენას. ძალიან კარგი ბიჭი, ლუკას იგრიაშვილი და არაბის ხეობა და სიმბოლურად ასე მადლობის გადახდით ეს თავადაბარი კაცი კიდევ ერთხელ გავაჯირო ამ ის აღსანიშნავად და ესეც ჩვენი არაბის ხეობისთვის აი იგებად ეს ლუკას იგრიაშვილი და ბოლოს მე რატო ზარქოს ასი მოვიწიო ზარქოს ასი არა მე მომწადე ჩემო შენი შრომისთვის ჩვენი მადლობა შენი ქართული მსახურებისთვის და შენი ამ ბავშვების ასეთად გადარჩევისთვის ჩაიბარა შენი კუთვნილი შავი ვარდები სვანე მედალიონი ლურჯი და ესეც ყველაფერი შენს ბავშვებს საჯურად გადაეცემა მადლობა ჩემოები ძალიან დიდი მადლობა და პროფესიონალიზმის ზეიმი კაცი რომელიც არ ვიცი კიდევ ერთხელ გეუბნებით ურბულიდან დაწყებული დღემდე დამთავრებული თავის მხრებით ატარებს იმას რასაც ქვია მსახურება ქართული ხელოვნების და კულტურის ბატონო თამაზ მამაზე ბატონო თამაზი მინდა მოითხოვო ანსამბლი იალნო რომელსაც ასევე სიმბოლური საკუთრით ძალიან დიდ მადლობას გადაუხდით და ისიც კიდევ ასე მინდა რომ გითხრათ თამაზ ბატონო ურბულიდან დაწყებული ხო ეს იალნოდი დამთავრებული ეს არ არის იალნო მანამდე ბევრი ფილმი იყო და ბევრი რამე იყო და დიდი ძველი თაობის აღზაში. ამისთვის ჩვენ მადლობა მეგაზეს გადავიხადეთ იმ პერსონალური გიდოს და ახლაც ვიხდით აი მთელი მადლობის მადლობას. ბატონო თამაზ, გამოდერო და ბატონებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა და თქვენ ძვირფასო ტელემაყურებო, ძვირფასო სტუმრებო, მადლობა მოგზაურებისთვის და 2027 წლის პატრიოტის ფესტივალზე გემშვიდობებით. ნახვამდის დღევანდელ დღესთან დაკავშირებით 1-2 სიტყვით რა თქმა უნდა პირველ რიგში მადლობას მოვახსენებ ბატონო ფესიქ ჩუბინიძეს ამ ლამაზი დღისთვის და ამ
ლამაზი საღამოსთვის, მე მის გუნდს რომ კარგად გაუწყო ყველაფერს და ამ ყველაფერს ის ლამაზად აკეთებენ და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს ურთიერთობა და რა თქმა უნდა არც ბოლო არ იქნება და შემდეგში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა მშობლებს, მადლობა ჩემს მოსწავლეებს, მადლობა მაყურებელს და აბსოლუტურად ყველას. აქედან მოკითხა ყველა ემიგრანტს და თქვენთვის იყო ეს საღამო და იმედია გამოგვივიდა რაც გვინდა ის. სრულიად საქართველოს მივულოცავ ბზობის დღესასწაულს. ძალიან მოხარული ვართ ჩვენი ანსამბლი კამთა იყო დღეს წარმოდგენილი დღევანდელ ფესტივალზე და მადლობა მინდა თითოეულ ანსამბლის წევრს გადავუხადო, ასევე რა თქმა უნდა მადლობა საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს და ბატონ ბესო ჩუბინიძეს, რომელმაც დააარსა ეს საოცარი ფესტივალი. ძალიან დიდი მადლობა მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს რომ გულშემატკივრობდით. დღეს საოცარი დღე იყო მართლაც ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულია და იმ ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა ესეთი ბრწყინვალე კონცერტი ბავშვების ზეიმი, ყველა გახარებული იყო, ყველა აღფრთოვანებული იყო და ალბათ ეს ემოციები რომელიც დღეს ამ სცენაზე განიცადეს ბავშვებმა მთელი ცხოვრების განმავლობაში თანგაყობათ და არასდროს დაავიწყდებათ. ნამდვილად არაჩვეულებრივი ღონისძიება იყო. თუ პატარაობიდან არ ჩავუნერგეთ ბავშვებს ქართული სული, ისე ნამდვილად ვერ ჩამოყალიბდებიან დიდობაში. ამიტომ მეც ბატონი ბესოს აი ასეთი იმით, რა ქვია, ნაბიჯებით მივდივარ და ქართულ პატრიოტულ ბავშვებს ვზრდი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბესოს და მთელ მის შემოქმედებით ჯგუფს. აი ასეთი კარგი ღონისძიებისთვის. ჩვენ მეგაზე უკვე ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა. დღეს ეს ჩვენთვის მესამე გამოსვლა იყო. პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორს ბატონ ბესოს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე ამ სცენაზე და ვიყო ამ ღონისძიების მონაწილე. პასუხისმგებლობა არის ჩემთვის დიდი ორმაგად, იმიტომ რომ ეს ღონისძიება ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობაში დიდი წვლილი კეთილდღეობისთვის დიდი წვლილი შეიტანეს და ასევე კიდევ ორმაგი პასუხისმგებლობა, რადგან ეს ღონისძიება ეძღვნება პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას, რომელმაც გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გაერთიანებულიყო და გაძლიერებულიყო. და მადლობას ვუხდი ჩემი სტუდიის, ჩემი დასის სახელით, ბატონ ბესოს, რომ მოგვეცა საშუალება გარიყავით ამ სცენაზე თქვენთან ერთად. პირველ რიგში მადლობას მოვუხდი ბატონ ბესო ჩუბინიძეს ესეთი არაჩვეულებრივი ფესტივალისთვის. ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხდება კულტურის ხელშეწყობა და ქართული კულტურა არის უნიკალური და ჩვენი ბავშვები უნდა ეზიარებოდნენ ამ ყველაფერს. ასევე მადლობა მინდა მოვუხადო მე სტუდიალურ დაცხენების გუნდის ხელმძღვანელი ვარ და მოვუხადო ქალბატონ ნანა ბალახაშვილს, რომელმაც ეს არაჩვეულებრივი სტუდია დააარსა და ჩვენ ძალიან ხშირად მონაწილეობთ აი ამ არაჩვეულებრივ პროექტში. ასევე მინდა მადლობა გავუხადო ქალბატონ თამუნა მებუკეს, რომელიც გახლა ჩვენი სტუდიის დირექტორი და მხარში გვიდგას, გვერდით გვიდგას ყოველთვის და შემდგომშიც ხშირად უკვე მივიღებთ მონაწილეობას ყველა ფესტივალში. გისალმებით, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბესოს და მთლიან გუნდს ასეთი ღონისძიებისთვის და მინდა მეულოცო თითოეულ ქორეოგრაფს, თითოეულ მონაწილეს ეს წარმატებული გამოსვლა. მადლობა დიდი. მოკლედ დამთავრდა ფესტივალი პატრიოტი 2026. მიცი რა არის ყველაზე სასიამოვნო, ალბათ ის რომ მთელი დღის ნაშრომის შემდეგ ხედავ რომ აი ეს ბავშვები ის თაობა, ვისთვისაც რეალურად აკეთებ იმ ყველაფერს, რასაც ქვია ქართულის მსახურება. ყველაფრით, იქნება ეს ცეკვით, იქნება ეს სიმღერით, იქნება ეს აესტრადო, არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთი მოთხოვნა გვაქვს ჩვენ ყველა პროექტში 30 წელია უკვე ეს ასია. მხოლოდ ქართულის მსახურება. საესტრადოც, ფოლკლორული ნომერიც, ქორეოგრაფიული, აი ხორუმიდან დაწყებული ხო ხდები, აი დამთავრებული ისეთი სიმღერებით საესტრადოთი, რაც ქართულს და საქართველოს ეფერება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ამ ბავშვებმა ამ მოზარდმა თაობამ სულის სიღრმეში შეუშვას და გააღვიძოს ის მუხტი, რასაც ქვია საქართველოს პატრიოტები. თუ პატრიოტიზმი არის მსახურება შენი ქვეყნის იმ საქმით, რასაც აკეთებ. ამ ბავშვებს რა ევალებათ გარდა სწავლისა და გარდა ცეკვისა, გარდა სიმღერის არაფერი. მერე უნდა მონახონ თავენთ პროფესიები, ოღონდ იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც გაიზრდები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ
მათ სახეებს რო უყურებდი, პედაგოგების სახეებს რომ უყურებდი, მშობლების სახეებს, ჩვენმა გუნდმა შეუძლია თქვას და თავაწეულმა, დიახ, ჩვენ ეს შევძელით და არაერთხელ და არა უკანასკნელად. ასე იქნება პატრიოტი 2027-ს, 8-ს, 9-ს, 30-ს და არ ვიცი ევროკავშირში მიგვიღებენ თუ ნატოში თუ იმაში ჩელიაბინსკში, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ქართველები ყოველთვის ყველგან ვიქნებით წამყვანი ძალა. მშვიდობის კუნძული იმ სამწუხარო ჯოჯოხეთში, რაც ჩვენს დედამიწაზე ტრიალებს და დღეს ეს გამოჩნდა. მადლობა თურქულ ტელემაყურებლებო თქვენ, რომ ჩვენგან ღებულობთ იმას, რასაც უშვებთ. ეს არის იმედი. ნაპერწკალი, რომელიც აქედან მოდის და დანარჩენი ეხლა თქვენაანთეთ ცეცხლად, ოღონ ეს იყოს მშვიდობის ცეცხლი და არა სხვა რა. რადგან საქართველოს თავისი სათქმელი ისტორიაში უკვე თქვა, ახლა ჩვენი მშვიდობის და ბედნიერი ცხოვრების დროა. ახლა ამ ბავშვების კეთილდღეობის დროა. ახლა შენების და გამრავლების დროა. ჩვენი მისია და ჩვენი ვალი მოვიხადეთ დედამიწის წინაშე. ახლა ჩვენც გვინდა ბედნიერი და მშვიდობიანი ცხოვრება. სიმღერა და იმ ჩაკრულოთი ტრაბახი, რომელიც კოსმოსში ტრიალებს. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. კარგად იყავით.